როგორ გაგრძელდება პოლიტიკა საქართველოში, რასაც ქვია პოლიტიკა და რა არის ამჟამად თქვენთვის, გირჩისთვის პრიორიტეტული. ანუ იყო არჩევნები, იყო ჩაიარა არჩევნებმა. შეხვედრით საკრებულოში, არ ხართ პარლამენტში და რა არის თქვენთვის პრიორიტეტი და როგორ ხედავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს მომავალში? ჩვენ გვაქვს ერთი ტაქტიკური და ერთი ზოგად ფილოსოფიური ამოცანა. ტაქტიკური ჩვენ ბევრი ახალი საკრებულოს წევრი ყავს და ჩვენს ფაქტორად ახალი გამოცდილებაა. და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პრობლემა თუ გამოწვევა გვაქვს და პარტიულ დონეზე და პარტიულ ინფრასტრუქტურას ვაწყობთ. და ბევრად მეტი სამუშაო მაქვს ახლა რუსნაირ და არ უნდა იყოს ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გვინდა რომ ბევრად უფრო კარგი ასე ვთქვათ პოზიციით და შევხვდეთ არჩევნებს. და მეორე არის ისაც მე გითხარით რომ სიმართლის ლაპარაკია აუცილებელი და ნუ გასაგებია მე შეიძლება ჩემი წავდგენო მაგ სიმართლეზე, მაგრამ მე მჭირდება პოლიტიკური ოპონენტები, სხვა პოზიციით და ვეძებ პოლიტიკურ სპექტრში გამბედავ ადამიანებს. ხო და ელოდებით რომ აი ხელისუფლება ამბობს რომ გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი ამ ყოველფრის მერე და ახალი ძალები წარმოჩინდება. პოლიტიკური პარტიების გაუქმებით მე არ მგონია რომ ამე გაჯანსაღდეს და თვითონ ქართულ ოცნება თუ შექმნის ამე პარტიებს რომ მე ეს იმიტაცია გააკეთოს რაღაც ტიპის პროცესის, მაგრამ აი თუ გაჩნდებიან გამბედავი პოლიტიკოსები, ვინც ეთერში დასყდებიან და დებატებს გამართავენ, რა თემაც არ უნდა იყოს, აი თუნდაც არაბული ინვესტიცია იქნება ან რა ვიცი 4 ოქტომბრის მოვლენები, ნებისმიერი, რომელიც აქტუალური შეიძლება იყოს ჩვენ ქვეყნისთვის. ვინც თუ გამოჩნდებიან, მაშინ შანსი ექნება ოპოზიციას. თუ არ გამოჩნდებიან და ყველა ცალ-ცალკე იჯდება ეთერში და თავის მონოლოგს იტყვის და პასუხისმგებლობას არაფერზე არ აიღებს და დღეს ერთ სიტყვის და ხვალ მეორეს სიტყვის, მაშინ არანაირი შანსი არის და 36 წლამდე ხო აკეთებენ გეგმას, როგორც ჩანს 36 წელი ჩვენი წელი იქნება, იმიტომ რომ შემდეგ არჩევნებზე პარლამენტში გავალთ, იქაც კიდევ გავზდით და 2036 წელს მოვალთ ხელისუფლებაში. სხვა ვერსია არსებობს. თუ ყველა ტყუილს ლაპარაკს გააგრძელებს, ესე იგი ერთ-ერთი შანსია რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ნუ ასე მალე ეს არ მოხდება. შანსი ქონია. კი, შეიძლება ჩვენთვის ამზადებენ, ნაყოფს, რომ მე მერჩენია რომ უფრო ადრე მოხდეს ცვლილებები, მაგრამ არც ისე მარტივი.